მეგობრებო, ერთ წუთში დავიწყებთ პირდაპირ ეთერს, ერთი წუთი დაველოდოთ, შემოვიდნენ მეგობრები ასევე და დიდხანს არ გალოდინებთ. ეს მანქანისა. საღამოშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, დღეს დაპირებული პირდაპირ ეთერი გვაქვს, ჩემთან სტუმრად იმყოფება ტელეკომპანია PKTV-ის თანადამფუძნებელი, ექიმი გასტროენტეროლოგი, საქართველოს შვილების დამფუძნებელი, ბატონი ზაქარია როჭიკაშვილი. მოგესალმებით, ბატონო ზაქარია, დიდი მადლობა რომ ძვირფასო აყურებთ. დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ალბათ ესე პირდაპირ ეთერში მოდით დიალოგის ფორმატში წარმართოთ ჩვენ დღევანდელი ეთერი. ძალიან საინტერესო ამბები ხდება მთელ მსოფლიოში და ასევე საქართველოშიც. მე მაინც პირველ რიგში მოდით დავიწყებდი საქართველოს თემს, საქართველოში რაც ხდება, ჩვენ პირველ რიგში აუცილებლად უნდა შევეხოთ იმ სამართლიანობის აღდგენას, რომელიც დაიწყო არსებულმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ, რაც ჩვენში იწვევს ძალიან დიდ აღშფოთებას, იმიტომ რომ აი ამას ავხსნით, ეხლა მოკლედ ავხსნით და შემდეგ ბატონ ზაქარიასთან გადავალ მე შეკითხვით. ფაქტიურად ისინი მე ბევრჯერ აღვნიშნე 2003 წლიდან იწყებენ სამართლიანობის აღდგენას და ეს არის პირდაპირ ის რომ საფრთხე ემუქრება პირველი კანონიერი ხელისუფლების საქართველოს რესპუბლიკის არსებობას. აი ამის ხაზის გადაშლა უნდათ, ამის გაუქმება სურთ. სწორედ ამიტომ 2003 წელს შექმნა მიხეილ სააკაშვილმა ვითომ ახალი სახელმწიფო შექმნიო და მოაკლო ესე იგი სახელწოდება რესპუბლიკა. ეს მხოლოდ სახელწოდებაში კი არ არის საქმე, აქ არის საქმე იმაში რომ სამართალმემკვიდრე აღარ არის იმ საქართველოს რესპუბლიკისა, რომელმაც გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 აპრილს და ასევე რომელმაც ჩაატარა 31 მარტს საყოველთაო სახალხო რეფერენდუმი, სადაც აფხაზეთის მოსახლეობამ და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ და მთელმა საქართველომ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. აი აქ არის მთელი მზაკრობა ჩადებული და ყველაზე კიდევ ის არის აი ძალიან რაღაცა ამაზრზენია ის რომ თავარი ბრალდებელი გამოდის თავად მკვლელი გოგა ხაინდრავა. ეხლა რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილის ეს ფაშისტური რეჟიმი ნამდვილად გასასამართლებელია, ისევე როგორც შევარდნაძის მთავრობის მოღვაწეობა და შემდეგ სააკაშვილის და შემდეგ დანარჩენების, აი ქართული ოცნების, ყველას თავის წილი აქვს ამაში უსამართლობაში, მაგრამ როდესაც ასამართლებ რეჟიმს რაღაცა მორალი უნდა არსებობდეს, ისეთმა ადამიანმა უნდა დაძდოს, ისეთმა ჯგუფებმა და ისეთმა მოსამართლეებმა უნდა დაძდოს ბრალი, ვისაც ამის მორალური უფლება აქვს. თავად გიორგი ხაინდრავა არის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფო დამნაშავე, რომელმაც გამყალბებელი ცეცხლი გაუხსნა
საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლება ზვიად გამსახურდია კორტეჟს, რომლებშიც ისხდნენ ქალები და ბავშვებიც ასევე და ტოვებდნენ საქართველოს და რომლის შესახებაც სახალხო წერს, საჯარო წერს სამგანზომილებაში თავად თავისი შეფი ბატონი ჯაბა იოსელიანი, რომ ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მეტეხის ხიდზე ავტობუსში და ბავშვები და ქალებია ჩახოცილი იქ. და ძალიან ბევრია დაჭრილი ასევე. ჩვენ ტელევიზიაში გადაცემა მიეწვნა ერთ-ერთი გადაცემა არის ეგეთი ადამიანი გოგია იური გაგუა ხო მაგათი კი ძღოლი იური გაგუა რომელიც იყო ძღოლი რომელსაც 24 წლია მოხდა მორგში იყო ეს ხაზი და გარდაცვლილი ეგონათ ეს ხაზი ცოცხალია კი და ასე პირობის გმირია ის ხაზი გმირია თქმა უნდა რომელიც თვითმხილველი ამ ყველაფრის და ის პირდაპირ ჩავს გადაცემაში ჩვენთან გადაცემაში ასახელებს პირდაპირ რომ ხაინდრავამ და ხაინდრავას ხალხმა ძალიან მინდა მაგკაცის მოწვევა ძალიან აუცილებელია რომ ყველაფერი მოხდეს კი ას გარდაცვლილი გურამ ლაგია ზუსტად იმ ავტობუსში და გურამ ლაგიას ყოველთვის იძახდა ის ბოლოს ხორხში ხონდა მას წვია მოხვედრილი და ეს ხაინდრავას წვია არისო ასე რომ უშუალოდ თან ხაინდრავას წვიაზე იძახის ასე რომ რა არის იცით მოდი აი დავასრულოთ მოდი და თქვენთან მე საიდანაც ვიწყებთ კი დაასრულეთ მაშინ და მე ხო და მეორე ბრალდება უმძიმესი ბრალდება მეორე ასეთი ბრალდებები იშვიათია თვით სააკაშვილის ხელისუფლების რეჟიმის დროსაც კი შეიძლება იშვიათი იყოს როდესაც მათ მინდიაშვილი, მერაბ მინდიაშვილი ჩამოიყვანეს სამაჩაულ ზედმეტ სახელად მას ბიროს უწოდნენ თავისი ისეთი ჯიქური ხასიათი ჰქონდა შეუპოვარი ბიჭი იყო ძალიან მაგარი მებრძოლი იყო კი და მე მისი წეგანაც ვახსენ თქვენთან საუბარში ბატონ ზაქარია მისი ღვიძლი ბიძაშვილები ჩემი იგივე ძმები არიან მინდია და ლევანი ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი დააძინეს თბილისში რესტორანში ჩაიყვანეს ცხინვალთან ხეზე მიაბეს ოსებს შაუგდეს ხელში ცოცხლად დაწვეს კაცი შავლეგოს ღერო და როწავდნენ და ეს დამწვარი გვამს გადაუღო გოგა ხაინდრავა მოლაპარაკებული იყო ოსებთან გადააგზავნო თითქოს ზვიად გამსახურდიას მომხრეები ქართველები აი ასე წავენ ოსებს რომ გააყალბა პირიქით ოსებმა დაწვეს ის ქართველი ბიჭი ამან გააყალბა რომ თითქოს ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლებმა ქართველებმა დაწვეს და აი ესე უსწორდებიან ოსებსო აი ეს ყველაფერი ბრალდება გოგა ხაინდრავას ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებო და კარგად გაითვალისწინეთ აი ამის როდესაც რაღაცას საქმეს იწყებთ აქ არ უნდა იყოს მხარე ეს არის უდიდესი დამნაშავე და დასვით საბრალდებოს კანზე და წამება მარტო ეგ არ არის ბატონო ზაქარია 28 წელი უზით აგერ ქართულ ოცნებასაც თავისი წილი აქვს რამდენი წელია უკვე ამათ მოღვაწეობაში 13 წელი უდანაშაულო კაცი პოლიტიკური პატიმარი მართლაც ირაკლი დოკვაძე და კიდევ რამდენი ელოდება გონი კიდევ 11 წელი ამ საქმეში კარგად არის ძალიან გაცნობიერებული და მისი უახლოესი მეგობარია ბატონო ზაქარია და აი ბატონო ზაქარია თქვენ მინდა აი ამ სამართლიანობაზე და ირაკლი დოკვაძეს თემაზეც რომ თქვა სამართლიანობა იწყება ჯერ პირველ რიგში ქვეყნის სამართლიანობით სამართლებრივი სტატუსით 33 წელიწადი ხდება უკვე შემოწმებასებო საქართველოს სახელმწიფო სამართლებრივი სახელმწიფო არ არის. საქართველოს სახელმწიფო სამართლებრივი ჩამოშლა დაიწყო 32 წლის წინ 1992 წელს. ჩამოშლა კი არა პირდაპირ ხან მიყვარს ხოლმე ესეთი გამოთქმა ფუკასავით ააცალეს ქართულ ხალხს დამოუკიდებელი საქართველო მაგრამ ყველა საინტერესო ის არის რომ დღეს საქართველოს დამოუკიდებელი ქვეყნების სიაში თუ რეესტრში გადაღებული არის
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე. კი ბატონო. და ის მთავრობა და ის ხელისუფლება, რომელიც იყო ვიეტნამის ოკუპაციასთან ასოცირდებოდა, ეს მათ გააკეთეს. ანუ მათ მიაღწიეს იმას, რომ რეესტრში მსოფლიო დამოუკიდებელი ქვეყნების რეესტრში საქართველო გადარდა როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. სხვაგვარად ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო რუსეთი, რომელმაც ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა იმ მომენტში. და ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ქვეყანა იყო ამერიკის შეერთებული შტატები, ესაც არ მინდა რომ დავიწყდეს ამ ჩვენს აულებელს. და სხვათა შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ საქართველოს მთავრობა საქართველოში იყო, მაშინ 25 დეკემბერს ცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა. აქედან გამომდინარე 92 წლიდან მოყოლებული საქართველო ამოვარდნილი არის სამართლიანობის რელსებიდან და უსამართლობის რელსებშია გადავარდნილი. რას ველოდებით ჩვენ და რატო ველოდებით რომ ამ უსამართლო ხელისუფლებებმა, რომელიც პერმანენტულად იცვლება, სამართლიანობაში შეგვიყვანოს. ეს ირონიის მომგვრელია უბრალოდ ყველაფერს რო თავი დავანებოთ ეპითეტებს, ხო? ირონიას გულის ადამიანს რო შეიძლება უსამართლო ხელისუფლებამ სამართლიანობა არ ასრულოს. აქედან გამომდინარე საქართველოს ყველაზე ძვირფასი და ყველაზე მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს ხელისუფლების სამართლიანობის ცნობა. ეხლა მეორე საკითხია. პირველი თვალსაჩინო დააფიქსირეთ ის, რომ ამათ უნდა თურმე რომ 2003 წლიდან დაიწყოს, როგორც სააკაშვილმა მოახსენა მსოფლიოს, რომ დღეს იწყება საქართველოს ისტორია 2004 წლიდანო, არა, ნურას უკაცრავად საქართველოს უდიდესი ისტორია აქვს, სახელმწიფოებრივი ისტორია და არა უბრალოდ როგორც რაღაცა ერთი ერის ჯგუფს, რომელსაც სახელმწიფოებრიობის არანაირი გამოცდილება არ აქვს. არა, საქართველო არის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ძველი სახელმწიფო მთელ მსოფლიოში. ამაზე არავინ არ დაობს. თვითონ ინგლისელი ისტორიკოსები, გერმანელი ისტორიკოსები, ამერიკელებმა თუ საერთოდ ამერიკյան ისტორიისა იქაური ისტორიკოსები სულ ყველანი აღიარებენ ამას. მე გეუბნებით ერთ რამეს. საქართველოს სახელმწიფოებრიობა უნდა აღდგეს 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე შექმნილი 9 აპრილს დაფუძნებული სახელმწიფოს სტატუსით და უნდა საქართველოს განაცხადოს, რომ ჩვენ ვართ 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტის გამგზელებლები და არა საიდანაც ყურით მოთრეული 10 წლეულების წინანდელი 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის გამგზელებლები. არა. 1921 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის გამგზელებლები რომ გიყავით, ამითი ეს დავადასტურეთ 91 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით. და დღეს ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებული რესპუბლიკის აღდგენას. აი აქაა მთავარი, რომელიც გამყარებულია რეფერენდუმით. 30 წლის განმავლობაში შევარდნაძის გამყიდველი ძალიან ადვილი სიტყვა, შევარდნაძის ძირგამომხრელი მაოხრებელი პოლიტიკისა და გამო ქართველების 80% რატომღაც გონია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის 1921 წლის 26 მაისის აქტი. არა გენაცვალ, იმან თავის საქმე გააკეთა, დამთავრდა ის.
ჩვენ ხელახლა აღვადგინეთ დაპყრობილი ქვეყანა ისევ შეუერთეთ დამოუკიდებელი ქვეყნების თანა მეგობრობას 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტით. ეს ყველაზე მეტად მინდა რომ ყურში საყურესავით გაიგეთონ იმ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერმა დეპუტატებმა, რომლებმაც არც იციან ზოგიერთმა ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არც იციან რას მოაწერეს ხელი. ზუსტად ესეთი გზადაბნეული საიდანღაც მოჩხრეკილი დეპუტატებისა და გამო დღეს საქართველოს სწორგზაზე ვერ დგას. და ეს დეპუტატები ვიღაცას, რატომღაც, საიდანღაც უცბად როცა სჭირდება მაშინ ამოჩხრეკენ ხოლმე ამ დეპუტატებს, ამოჩხრეკენ და ისინი წელ შეპირებებს იძლევიან რომ ჩვენ მოგცემთ ლეგიტიმაციას. თქვენ ისინი მისცემები ხართ ხალხო. თქვენ რა ლეგიტიმაციას მოიპოვეთ იმას ვერ მოუარეთ. ერთმანეთს ასწრებდით. სირცხვილი თქვენ და თავის მოჭრა. საქართველოს მოღალატეები ნომერ პირველი არიან ის დეპუტატები, რომლებიც დღეს ვიღაცებს პუტჩისტებს პირდებიან ლეგიტიმაციას. კარგად ზრანდებოდეთ, თქვენ ამას ვერ მიახსენთ. იმიტომ რომ ქართველ ერს აქვს ძალიან კარგი სერიოზული მეხსიერება. და ამ მეხსიერების საფუძველზე ჩვენ აღვადგენთ დამოუკიდებლობას საქართველოს. აი როდესაც საქართველოს დამოუკიდებელი იქნება ბატონო, მსოფლიო გეოპოლიტიკურ ვითარებაში მე შეიძლება როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. დღეს საქართველოს რა პოზიციას ვთხოვთ ჩვენ მსოფლიო გეოპოლიტიკურ არეალში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებელი არ არის. კი ბატონო. საქართველოს საქმეებს სხვაგან წვეტენ. და ჩვენ გავართ და ვლაპარაკობ. მე დღევანდელ ხელისუფლებასაც მინდა მოუწოდო. გონს მოეგონ და სწორი მიმართულებით დაიწყონ სვა, თორე ზუსტად ისეთი მესანაგვეზე აღმოჩნდებიან, მათ აქვს დღეს ისტორიული შანსი, რომ ისინი გახდნენ დამოუკიდებლობის აღდგენები. ოღონდ სწორი გზებით, სწორი ნაბიჯებით და ამაში ჩვენ უნდა შეგვეკითხოთ. ვალდებულები არიან რომ ჩვენ შეგვეკითხოთ. იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა თუ ეს თითიდან გამოწვეული ვითომ დამოუკიდებლობები თუ არ ცნო, არ მოგივათ არავინ არ შემნებზე ჩემოსმებო. არავინ არ მოვა არჩევნებზე, ყველაზე დიდი ბოიკოტი არჩევნებზე არ მისვლა. და მოსახლეობის 65% თქვენ 30 წელიწადია ვერ დაგხავთ არჩევნებზე. ეხლა 26 მაისი, აი ხშირად აი ხალხმა ბევრმა ხო არ იცის რა ხდება აქ, არის 26 გასაგებია, მაგრამ აი მე მაინც კიდევ ერთხელ გასაგები ენაზე რომ 9 აპრილი და 26 მაისი რას ნიშნავს. რატომ დააყენა ზვიად გამსახურდია მასე რომ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე გამოაცხადა აღდგენა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი როდესაც იშლებოდა, ყველა რესპუბლიკა თითქმის დაშლის შედეგად გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. მაგრამ საქართველოს რომ აი განვაცხადეთ რომ ჩვენ გამთავისუფლდით. ჩვენ თქვით რომ ჩვენ ვიყავით დამოუკიდებლები, არა დაშლის შედეგად ხდებით, არამედ ჩვენ ვიყავით რატო არ ვამბობ ბატონო დაპყრობილები და აღვადგინეთ ეხლა რომ შემდეგში ძალიან კარგად იცოდა ზვიად გამსახურდია რომ SNG-ს გავცი რაღაცებში ერთადერთი ქვეყანა ვიყავით ჩვენ საქართველოს სადაც კომუნისტური პარტია გაუქმდა. კი ბატონო. არც 14 სხვა რესპუბლიკაში არ გაუქმებულა კომუნისტური პარტია. ჩვენთან გაუქმდა. რატო გაუქმდა? იმიტომ რომ კომუნისტური პარტია იყო დამხრობელი პარტია. ეგეც და რა არის თუ კი დაშლის შედეგად გახვიდოდი, მაშინ გამოდის რომ მათ შეეძლოთ
როგორც შემდეგში SNG შექმნეს, აი SNG-ში შეეყვანე მერე, მაგრამ ვინაიდან საქართველოს განაცხადა, რომ ჩვენ არა დაშლის შედეგად, არამედ დააპყრობილები ვიყავით და აღდგენას ვაკეთებ, ოკუპაციის შედეგად აღდგენას ვაკეთებ და იმ სამართლებრივი აქტის საფუძველზე დღეს ლეგიტიმურ მას ვაკეთებ. აი ეს იყო, მაგრამ აი აქ უკვე 26 მაისში ფაქტიურად თავდება და ახალი დამოუკიდებლობის თარიღი გახდა რეფერენდუმის საფუძველზე, საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე 9 აპრილს. 26 მაისი კი არ თავდება. არა, ეს 26 მაისი ინაცვლებს უკვე ისტორიაში. ისტორიაში მაგას ვამბობ. პირველი რესპუბლიკის დღეს კი ბატონო. და დამოუკიდებლობის დღეს შემოდის დღევანდელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შემოდის 1991 წლის 9 აპრილი. მაგას ვამბობ. აი მახსოვრეთ. განსაკუთრებით იმ დეპუტატებს ვიმართავ ამას, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან რას მოაწერეს ხელი. 32 წელიწადი კიდე არის იქ რას მოაწერეთ ხალხო ხელი. რა უბედური ქვეყნის შვილები ვართ, რომ ისეთ ხალხს მოვაწერინეთ იქ ხელი. ისეთ ხალხს მოვაწერეთ, რომლებმა ზაზზე არ არიან ისთვის მოაწერეთ და სროგეს თან გონია მამამისის მონაპოვარი გონია ეს. და ვიღაცებს თუმე ანდერძით უნდა გადასცენ დამოუკიდებლობა. ჯერ პირი გამოირეცხეთ კარგად, ტვინი ესე გწოდა გაანჭრიეთ, გამიგეთ? და მერე ილაპარაკეთ ამ რაღაცა გადაცემებზე. ეხლა ბატონო ზაქარია, ეს რაც შეეხება სამართლებრივ საკითხებს. სამართლებრივი საკითხი, მაგრამ საკითხია ერთი, საქართველო არის დაპყრობილ მდგომარეობაში, საქართველოს დამოუკიდებლობა უნდა აღდგეს 1991 წლის დამოუკიდებლობის აქტის შესაბამისად. წვედა უნდა შეწყდეს სამართლებრივი წვედა, რომელიც გვაქვს 32 წლის განმავლობაში, ეს უნდა და შეფასებაც იქიდან უნდა დაიწყოს. და მერე დაიწყება შეფასება. დღეს როგორ უნდა შეაფასოს ამ მთავრობამ, ამის სინამთავრობამ, ამის სინამთავრობამ, როგორ უნდა შეეფასებინა თავისივე დანაშაულებები ერთი გამაგებინეთ. რას ავთხოვთ ამ ხალხს? თვითონ ათქვა, რომ ჩვენ დამნაშავეები ვარ და დიდი ბოდიში გვაპატიეთ და დაგვიჭირეთ ეხლა სულელაო. ეხლა ამათ როგორ მიაჩნიათ ისიც სამართლიანობის აღდგენა. მოდი ეხლა მე გავასამართლებ, რა ქვია, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს. სამაგიეროდ მე დავჟი იმათ, მაგრამ მე ეხლა რა მოხდა? არა, ნახეთ. ფინანსებდა მიხეილ სააკაშვილს. ნახეთ, მე ეხლა ხელფასებს კი ვიზდი ახლა 11,000-მდე გავიხადე. ყველაფრის წილში ვარ. მართალია თქვენ არა გაქვთ ნორმალური ხელფასები, ნორმალური პენსია, სამუშაო ადგილები. მართალია ბანკებიც გატყავებენ, აფთიაქებიც სააფთიაქო მაფიაც გატყავებთ. ყველაფერი, ყველგან სადაც კი წახვალთ, ყველგან გატყავებულები ხართ, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ სამართლიანობა უნდა აღგიდგინოთ და აი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი უნდა გაგისამართლოთ. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი გამართლება თუ გინდოდათ იმათი შუა გაიკრიფეო ბიძინა ივანიშვილი იმას კი არ იტყოდი და ეროვნულ ძალებს კი არ მოსპობდი საქართველოში, რომელზეც უზარმაზარი ფულია დახარჯული, რომ არსად არ გაგეკარებინათ. თქვენ ყველანაირად შეეცდებოდით, რომ ეროვნული კონსერვატიული ძალები გაძლიერებულიყო საქართველოში და 12-13 წლის წინ შეგეძლოთ გაგესამართლებინათ აი ეს რეჟიმი, რომელიც ხალხს აწამებდა ციხეებში. აი აქ ესეც მინდა განვაცხადოთ. დღეს მთელი მსოფლიო აღიარებს და ცნობს მხოლოდ ერთადერთ კონსერვატიულ ძალას. ერთადერთ კონსერვატიულ ძალას ეს არის ებრაული კონსერვატიული ძალა. დანარჩენი ერების კონსერვატიზმი დაკონსერვებული აქვს და კონსერვებად გვინახავთ. დამთავრებული ამის საქმე. კონსერვატიული მოძრაობა, მოდი, რას ნიშნავს კონსერვატიზმი? რომ ადათი და წესების მიმდევარი ქვეყნები არსებობენ და იდეოლოგია არის ადათებზე და წესებზე აგებული, ეს არის კონსერვატიზმი. და ქართული კონსერვატიზმი რა არის?
ეროვნული იდეოლოგია შემოწვით ასებო და მოდი რა აი ამ უცხო ტომელების უცხო სიტყვას მოწოდე ხან თავი დავანებოთ და ქართულად ვილაპარაკოთ. ეროვნული განწყობის ხელისუფლება ჭირდება. საქართველოს არა კონსერვატული. რას ქვია კონსერვატული? ისი კონსერვატული. რა კონსერვატიზმი? საიდან მოგაქვთ ეს სიტყვები? რა დავაკონსერვებთ და რა უნდა მოვიტანოთ? ეროვნული ნუ გეშინიათ ქართველებო სიტყვების, თქვენივე ქართული სიტყვების ნუ გეშინიათ. წერს და არ ვიქით მტერი. მოყარეს და არ ვიქით მოყარე. ეროვნულს და არ ვიქით ეროვნული და თავისუფლებას და არ ვიქით თავისუფლება. რა სისულელებში ბოდიალობთ ხალხო? რა გჭირდება ეხლა დღეს ბატონო გეკითხებით მე თქვენ დიალოგში წავიყვანოთ რა გჭირდება დამოუკიდებლობის კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა რა საქართველოს დამოუკიდებლობა და როგორ ნავაგინო დამოუკიდებლობა საქართველოში თუ საქართველოს დამოუკიდებული არ არის რახან დამოუკიდებლობის აღდგენაზე ლაპარაკობთ ესე იგი ფაქტია რომ დამოუკიდებულები ვართ უკვე ესე იგი დაპყრობილები ვართ ჩვენ გვინდა დამპყრობლის განდევნა მოშორდეს საქართველოსთან დამპყრობელი ნებისმიერი ჯურის გინდა სახალინიდან მოსული და გინდა კიდე ანტარქტიდიდან ჩამოსული პინგვინებით. ყველანი წავიდნენ თავიანთ სახლებში, აი ეს გინდა. დაბაცადონ 10 წელიწადი რომ ქვეყანა შევქმნათ, 10 წელი უნდა ქვეყნის შექმნას. და ესეთი დამგრეული ქვეყნის ხელახლა შექმნას 10 წელს არ ყოფნის, მაგრამ ჩვენ შევქმნით 10 წელიწადში ქვეყანას. ნამდვილად შევქმნით 10 წელიწადში ქვეყანას ეროვნულს და მე ველაპარაკეთ. მე ჩვენ გაჩვენებთ როგორ უნდა პატივისცემა, როგორ უნდა მოპატიჟება, როგორ უნდა ხაშლამის ჩამა და როგორ უნდა ჩურჩხელის ჩამა. მთელი ჩურჩხელა, მწვანე ჩურჩხელებით რო დავიხარ, რა მიგედა ნახევარ სოფლიოს ჩურჩხელა თურმე სომხური გონია. ესეთი მსოფლიო გინდა ტყუილებზე აღებული? ვიდრე ჩვენ აი ამ გაერთიანების თემასაც შევეხებოდეთ, რომელსაც ხელი მოვკიდეთ ძალიან დიდ ისტორიულ საქმეს. მოდით მანამდე შევეხოთ ასევე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც ახლა რუსთაველზე არ ჩერდება 90-ე დღეა მგონი, რა ვიცი. 90-ე დღე ეს დაფინანსებული ხალხია. პირდაპირ გამოჩნდა იქ ფულიც როგორ არიგებდნენ. და ფაქტიურად ისინი ითხოვენ ახალი არჩევნებს. ეს არის სრული სისულელე, ისევ ამ რეჟიმის ნარატივი, ისევ იმ დასავლეთიდან, იმ ზუსტად რაც გაუკეთეს უკრაინას, ის სცენარია და ჩვენ ხედავთ ახლა რა მდგომარეობა, რას თავაზობს ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, უკრაინის პრეზიდენტს, რომ დაეთანხმოს წიაღისეული 100%-ით ხელში ჩაგდებას ამერიკამ გაიტანოს, იმიტომ რომ ბაიდენის თავრობამო 500 მილიარდით დაგეხმარათო და ეხლა ვალდებულია უკრაინა დააბრუნოს ეს თანხაო. ანუ მომაკვდ ეს უკვე აი რაღაცა მიუხედავად იმისა რომ მე ყოველთვის ეხლა რა თქმა უნდა დღესაც რო ტარდებოდეს არჩევნები იმ გაღწნილ ბაიდენს რომელსაც თელი სოფლიო გაღწნა იმას ნამდვილად ვერასოდეს ვერ დაუჭერ ხალხს და მაინც ისევ ტრამპ დაუჭერ ხალხს, მაგრამ ძალიან ამორალური საქციელია ის რომ ფაქტიურად მწოლიარე მომაკვდავ ავანტყოფს იგივეა მომაკვდავი ავანტყოფი რომ გაძარცვა უკანასკნელი ისინის რომ გაიტანო იმისი რა ქვია თუ რამე გააჩნია ეს იგივეა სხვა არაფერი არ არის რაღა უნდა და ესე გულღვიძლიც უნდა ამოაცალო ხო 700,000 ჯარისკაცი მოუკალი ამდენი შვიდობიანი მოქალაქე მოუკალი ქალაქები გადაუხნე აღმოსავლეთ უკრაინა დაკარგა და ახლა ის კიდე ყველაფერი ნავთობი და ურანი და ყველაფერი ისინიც უნდა გაიტანო ხო რა მაშინ რა სადღა უკრაინა მე ერთი ამაინტერესებს აი არა რა მინდოდა იცით აქ გაავლეთ პარალელი ეს დაემართება საქართველოს თუ ჩვენად არ იქნებიან იმიტომ რომ არ არსებობს მეგობარი სახელმწიფოები არსებობს ინტერესები მეგობარი სახელმწიფოებიც არ არსებობს და
არც მთელი სახელმწიფოები არ არსებობს, როცა ვამბობთ რომ არსებობს მეგობარი სახელმწიფო, რა თქმა უნდა, როგორ მოიქცევი შენზე? ჩვენ როგორ ვექცევით ადამიანებს, იმაზე ალაპარაკი, მაგრამ ჩვენ როგორ ვექცევით ადამიანებს და როგორ სხვა სახელმწიფოებს, ეს ჩვენ უნდა გვეყუდნოდეს ჩვენი თავი, რომ ჩვენზე ვთქვათ ეს. საქართველოს ხელისუფლებას თავისი თავი არ ეყუდნის. საქართველოს ხელისუფლებას სხვათა დიდ სახელმწიფოთა ლიდერების რუკორია და მათი გამხმოვანებელი. დღეს ეს ემოწიალდება, მერე იქ მიტრიალდება. ეს მოკლედ რო გითხრათ, შემოძვირფასებო, საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა ძალიან გავს როსტომ ხანის მდგომარეობას რა. როსტომ ხანი საქართველოში რო იყო, ერთ-ერთი ყველაზე პირსისხლიანი, კი რაღაცები კეთდებოდა, იქ აბანოები აშენდა, იქ აშენდა, ხალხი შედარებით მშვიდად ცხოვრობდა თითქოს, მაგრამ როსტომ ხანი როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდ დამანგრეველი და დამაქცეველი საქართველოში შევიდა ისტორიაში. მე მინდა დღევანდელ ხელისუფლებას მიმართ, თქვენ გინდათ რომ ესე შეხვიდეთ დღევანდელ ხვალინდელ ისტორიაში. თქვენ სურთ რომ ესე შეხვიდეთ როსტომ ხანებად? შადიმანებად შეხვიდეთ, საქართველოს უერთგულეთ შემოძვირფასებო. აი ეს არის ჩემი მოწოდება თქვენგან. ეს არის ჩემი რჩევა. და რაც შეეხება ეხლა ტრამპის ლირიკას. ერთი ტრამპი რო სთხოვს უკრაინას, რომ შეარისეული მომეცილოს ადრა უკრაინას, შეარისეულს უკრაინა. არ ვიცი რა აქვს ახლა. უკრაინა ითის ამაყი იყო და ითის ბევრი შეარისეული ქონდა, ეს იყო ქანახშირი, ეს იყო აღმოსავლეთში, მაგრამ ეთყობა აიციან, არა, რუსეთისა. ეცოდინება ზაქარია, ყველა არ მოითხოს, იციან აქ ის რუსეთის. მეორე ეხლა აისახება უკრაინელი ხალხი იმას, რომ ვერასა დიდთა თამაშის საცოდავ შემსრულებლებად რომ მოგვევლით. ამას ეხლა ხდები რა. მე ეხლა ერთი რამე მინდა იცოდეს ჩემმა ქართველმა მოსახლეობამ. თუ ამ დიდთა თამაში აყოლას აპირებთ ან ერთი მხრიდან ან მეორე მხრიდან. არ აქვს მნიშვნელობა, ბაიდენს ავყვებოდით ჩვენ თუ ტრამპს ავყვებოდით. არა აქვს მნიშვნელობა. ხვალე ტრამპი წავა და მოვალზე ვიღაცა ვისაც აყვები, თუნდაც პუტინს აყვები, კაცო. ვიღაცა რაღაც ათასნაირი გვარები, ვინე თუ ინჩუჩუნას გაიჩიტება მერე ამერიკის პრეზიდენტად. არ არის პრობლემა. მაგრამ თქვენ როგორ გონიათ ამერიკის პრეზიდენტებს თავი უსხდებათ ნეტა საქართველოს როგორ გაიღვიძებს ხვალბილთო? ვინმე ფიქრობს თქვენზე? ვინმე ფიქრობს ჩვენზე საერთოდ ნეტა რანაირადაც ცხოვრობენ, როგორაც ცხოვრობენ ის? ჩვენ თუ ერთმანეთზე არ ვიფიქრეთ, შემოძვირფასებო და ერთმანეთი ვჭამეთ ესე როგორც სოციალურ ქსელს გადაავლოთ ხალი, რას გავხართ ხალხო? რა ერთმანეთის ჭამით ახართ დაკავებულები? რა დაგემართათ ხალხო? რა დაგემართათ სად დაკარგეთ ეს სიყვარული, სად დაკარგეთ ეს ადამიანობა, სად დაკარგეთ ქართველობა, სად დაკარგეთ კაცობა, კაცები ქალებს ლანცავთ, ქალები კაცებს მაპატი უნდა ვთქვა, ხლეებს ეძახით. თქვენ ბიჭო ხო არ გაგიჟდით ხალხო? რა დაგემართათ ქართველობა? ჩაიხედეთ სარგეში და რა თვალები გაქვთ ერთი შეხედეთ. ფსიქოზია საქართველოს თავიდან ბოლომდე. დიდი ბოჯიშით რა, დიდი ბოჯიშით, მაგრამ აქ უკვე საქართველოს ადგილი აღარ რჩება თქვენ აზროვნებაში. თქვენ აზროვნებაში რჩება სულ სხვა რაღაცეები. ვიღაცის განადგურება, ვიღაცის სალეკვა, ვიღაცის გაჭორვა, ვიღაცის გაქილიკება. დასაშელი რჩებათ. წაუხალისებელი რჩებათ. რა გჭირთ? საქართველოს როდის უნდა გიყვარდეთ? დრო გადის, სადაცაა? მოვა ბოლო დღე, ყველასთვის ნელ-ნელა. ზოგისთვის დღეს, ზოგისთვის ხვალ, ზოგისთვის მაზე. როდის გაქვთ მონანიების დრო? როდის უნდა დაждდეთ და როდის უნდა თქვათ, რომ მე ამ ქვეყნის შვილი ვიყავი, სად გაქვთ ამის უფლება, რომ ეს თქვათ?
ბოდიშით. ჩვენ დავით, აქ შემოვიდა რამდენიმე კომენტარი, თუ გინდა წავიკითხა. მაყურებელი კახაბერი მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ბევრი მაყურებელია შემოსული, კახაბერი წერს დოკვაძის განთავისუფლების აქციები დავიწყოთ. მეორე, თუ გინდა თავისუფალი ქვეყანა ავაშენოთ, კანონიერება და სამართლიანობა უნდა აღდგეს, არა და ბიბლით ასე მოჯადოებულ წრეზე. მე ნანა ორბეთიშვილი წერს, მერტი თქვენკენ ქართველია ისე და საქართველოსთვის, დავით აზნაურაშვილი იმედს იტოვებს, რომ აუცილებლად აღდგება კანონიერება და მოკლედ დანარჩენი სიყვარულებია და ასე შემდეგ გამოხატული თქვენს მიმართ. აი ეს რაც შეეხება აი ამ მიტინგებს, ესაც მინდა ვთქვა, რომ გადის აგერ 90 დღე თუ შეიძლება უფრო მეტიც არის და შეიძლება 100 დღეს არის უკვე ვეღარ ვიტყვით ამ. ხალხი გამოდის და რაღაცა პერმანენტული მუდმივი როგორ გითხრათ, მუდმივი ზეწოლა თითქოს მთავრობას. მთავრობა მას უკვე ამოისუნთქა და იარონ. მაგრამ ერთი რამე მინდა გითხრათ. კარგია, რომ საპროტესტო განწყობა არსებობს ხალხში. მაგრამ პროტესტი ისთვის. აი რა მოთხოვნისთვისაა პროტესტი ესა. აი ეს არის მთავარი, რა პროტესტისთვის ისმის ხდება ეს საპროტესტო აქციები, რას ვაპროტესტებთ. ძალიან ბევრი. ერთს უნდა რომ ვიყოთ ევროპული ქვეყნების კავშირში, მეორეს უნდა თურმე შეიძლება არ გავუყიდოთ ემადო და უნდა რომ საბჭოთა კავშირი აღდგეს. თქვენი Facebook ერთმანეთის პოლემიკიდან ეს ისმის, მე ყველაფერი არის ისმის, ბატონ დავით, რა სხვა რამე არის ამას შორის. ძირითადად დაპირისპირებული. ერთი მიდის თურმე რუსეთისკენ და მეორე მიდის ევროპისკენ. კიდე მინდა ადრე ნათქვა რომ მინდა გავიმეორო. რომელ ნაწლავში აღმოჩნდებით? სუნი ყველგან ერთი და იგივე იქნება, ჩემო კარგო, მე ენდოსკოპისტი ვარ, ექიმი ვარ, კოლონოსკოპიას ვაკეთებ და ყველა ნაწლავიდან ერთი სუნი მოდის რო იცოდეთ. საბჭოთა კავშირის ნაწლავიდან გამოსვლა და ევროკავშირის ნაწლავში შესვლა არაფერს არ ცვლის. საქართველოს დამოუკიდებლობა ჭირდება. დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით ჩვენ, ჩემო ძვირფასო პატარა ბავშვებო. ჩვენ ვიბრძოდით 9 აპრილს თავს დებდით, ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის და არა ევროპაში შესარდენად და გამოსარდენად. ჩვენ არ გვინდა რომ ვიღაცები იყვნენ ჩვენი კი ბატონო, ჩვენს თავზე მჯდომი ადამიანები. მე ეგეთ თაობას ვეკუთვნდა, თქვენ ახალგაზრდა თაობას მოგმართავთ ახლა. თუ თქვენ კომფორტში ხართ, როდესაც ვიღაცა თავზე გაზით, ეს ქვეყნება. ესე იგი, რაც შეეხება დოკვაძის საკითხს, საერთოდ ნებისმიერი საკითხი, რომ აი ამ რეჟიმს გადააწყვეტინო, ამას ჭირდება ხალხის ძალა. და სწორედ ამიტომ ჩვენ ზუსტად აი დროულად დავიწყეთ ეს, რომ ქართველი ერის დიდი აერთიანება უნდა შედგეს. დაგვიანებული შეიძლება არის, მაგრამ ზუსტად ისეთი დროშია ეხლა, რაც აუცილებელია. ერთადერთი გამოსავალია ეს, ქართველი ერი გაერთიანდეს და ერთიანი ძალისხმევით 31 მარტის შემდეგ მე ადრეც თქვი ეს პირადად მე რომ ჩვენ დავიწყებ ძალიან დიდ საპროტესტო გამოსვლებს ესეთ საკითხებზე, რაც შეეხება დოკვაძეს და რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, ასევე გამოსახლებებს, ბანკები და მევახშეები რო ხალხს ასახლებენ მიუხედავად იმისა, რომ კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობაა. ძალიან ბევრი საკითხია გასაპროტესტებელი, ქართველი ხალხი იშვიათად, მაგრამ რომელიც სამშობლოში ბრუნდება, არ აძლევენ მოქალაქეობას, მაგრამ აძლევენ ყველას ბინადრობის უფლებებს უცხოელებს.
აი ესეც ძალიან სერიოზული თემა არის. აბსოლუტურად 25,000 კაცს ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიწეს თურმე მოქალაქეობა. ხო და აბსოლუტურად ესე იგი ეს უნდა იყოს თუ კრიმინალი არ არის პირდაპირ უნდა ენიჭებოდეს იმას სამშობლოში რომ ბრუნდება ქართველი კაცი რომელიც აქ დაიბადა აქ გაიზარდა მოქალაქეობა უნდა ეგრევე ენიჭებოდეს რაღაცა ისტორიის გაკვეთილებს იმეებს აბარებინებენ ისტორიკოსი ჩაჭრეს ვითომ ახლა თავიანთი ჭკუით აგერ სახელსა და გვარს დაუსახელებ თუ უნდათ აგერ გამომეხმაურონ ქართული ოცნება და დავასახელებ აგერ დემური ზაკუტაშვილი ვასახელებ არაძლევენ მოქალაქეობას ის კაცი რომ მუშაობდა იქიდან ხო თანხებს აგზავნიდა აქ და იმ გაჭირების იმაში რამდენი მილიონი გასული ადამიანი იქიდან თანხებს რიცხავდნენ აქ და ქვეყანა მაგითი გადარჩა აქ ძალიან ბევრი რამეა გასაპროტესტებელი და რაც შეეხება მთავარი მოთხოვნა რა უნდა იყოს ჩვენ ბევრჯერ ვთქვით ერთადერთი გამოსავალი არის კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა იმ ქრისტესზე დადგომა, სადაც გაწყდა ზვიად გამსახურდიას ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ დაწყებული საქმე. აი იმ ძაფის გამთლიანებაა საჭირო და ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება. ისე ზვიად გამსახურდიას სიტყვებით ვიტყვი, ბარაბას გზიდან უნდა მოვუწოდეთ, შემოგარგებოდა მოვუწოდეთ უფლის გზაზე რა. ამათ პირდაპირ მე შემიძლია ზაქარია ვთქვა, რომ ქართული ოცნება იქნება თუ სააკაშვილს არანაირი მორალური უფლება აღარ აქვს. 33 წელია ჩვენ უყურებთ როგორ ნადგურდება ქვეყანა. ვერაფერი ვერ შეძლეს, ვერაფერი ვერ გააკეთეს. ანადგურდება, კი არ ნადგურება, როგორ ანადგურება. ხო და ვერაფერი ვერ შეძლეს, ვერაფერი ვერ გააკეთეს და ჩვენ სახელმწიფო არ გვეთმობა უკვე 1,300,000 კაცი ხარ ქართველი, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ის რომ აღდგეს კონსტიტუციური სამართლიანობა და ყველაფერი ამ ქვეყანაში დაალაგდეს სისტემურად და ქართველი კაცი არ უნდა იყოს დაჩაგრული ყველაზე მეტად თავის სამშობლოში. 91 წლის კონსტიტუცია უნდა აღდგეს თავისი საარჩევნო კანონით. ამიტომ მეგობრებო, რა ვიცი ახლა გაერთიანებაზე ჩვენ რა უნდა ვთქვათ, სულ ცოტა ხანში ჩვენ მუშაობთ ყველაფერზე, ეს გვერდიც გაკეთდება ახლა ამ გაერთიანებისა ამ დღეებში. ერთ რამეს ვიტყვი, რომ ყველა ქართველს, ყველა მამულიშვილს ჩვენ მოუწოდებთ, ჯერ დადგენილი არა გვაქვს ზუსტად სად იქნება ეს შეკრება, რომელ დარბაზში ზუსტად მოგიწოდებთ ჩვენ სად როგორ იქნება და ყველა მამულიშვილმა ყველა საქმე უნდა გადადოს და უნდა დავდგეთ ამ დღეს ერთად და იქიდან უნდა ავიღოთ ის სტარტი რომ ქართველი კაცი დაჩაგრული აღარ იყოს ამ ქვეყანაში და ყველა უსამართლობა გავასწოროთ სამართლიანად და არა ისე ეს თაღლითები ახლა რაღაცას რო ერთმანეთში წილები ვერ გაიყვეს და 2003 წლიდან რაღაცა სისადაგლეს იწყებენ ამორალური და ყოლელი არის ბრავდებელი კიდე. ჩვენ დავიბრძოლოთ იმისთვის ყველა ქვეყანთან მარტო ჩვენ რო ვიძახი ჩვენ გულისხმობთ შემოწირფასებო ჩვენ დავიბრძოლოთ იმისთვის რომ საქართველოში ქართული კაცი იყოს ყველაზე დაცული. კი ბატონო. ეს იმას სულაც არ ნიშნავს რომ სხვა ეროვნების ადამიანები როგორ გეკადრებათ? ქართული ადამიანი თუ იქნება დაცული ჩვენ ისეთი ადამიანები ვართ რომ ჩვენზე მეტად კიდე სხვას დავიცავთ. ეს ერთი. მეორე რაც შეეხება ამ გაერთიანებას. გაერთიანების მთავარი არსი არის ის რომ 1992 წლიდან მოყოლებული უშიშროების ძალისხმევით მათი რაღაცნაირი მანქანებით და მთელი ამბებით საქართველოში გათიშულობის ვირუსია შემოგდებული. ამას ემსახურებოდა სიტყვის შემოგდება ზვიადისტი. ეს კგბ-ს შემოგდებული სიტყვა ეროვნულად განწყობილ ადამიანს პირდაპირ ზვიადის მიაკერებდნენ. გამიგე თითქოს ზვიადისტი თუ არა ხარ ეროვნული ვერ იქნები. და ამ ხალხმაც გაითავისა ბევრმა და დანებდა ბევრი ეროვნული ადამიანი და გაითავისა სიტყვა რომ მე ვარ ზვიადისტი. არა ხარ ხალხო თქვენ ზვიადისტები. ზვიადიზმი არ არსებობს საქართველოში. საქართველოში არსებობს ეროვნული მოძრაობა და ეროვნული მოძრაობის წევრები თუ ხართ, იყავით ეროვნული მოძრაობის. ისტი კგბ-ს შემოგდებულია, კი. უყურეთ რა გააკეთა შევარდნაძემ.
შემოიღო ტერმინი ზვიადისტი, ეროვნულად განწყობილი ადამიანები მიათმასნა თვითონ ზვიადის სახელს, მერე არ გადაზვიადი მოკლა და ამითი მოკლა ფაქტიურად ეროვნული მოძრაობა. ეს სიმბოლურად კი არა, ფაქტიურად მოკლა ეროვნული მოძრაობა და ძალიან ბევრ ეროვნულ ადამიანს, ძალიან გულანთებულ ადამიანს დღეს რო ეკითხები, რომ ვიღო რაღაცა ვქნათ, აბა ზვიადი აღარ არის და რა გვეშველება, ის ხო ვერ გაცოცხლდება. ეს მუდმივი ნიჰილიზმის წყაროთ იქცა ზვიადიზმი. ამიტომ გამოდით აი ამ ისტორიიდან, იზმიდან. აი ეს გაერთიანება გამოიყვანს ამის მე გეუბნებით თქვენ უსვათ მიმოიხედავთ და დაინახავთ რამდენად ბევრი და ძლიერები ვართ. გამოდით ლიდერების ცნობიერებას უხართ მიწმასლილები, მოსიდით ლიდერებს ხალხო. ადამიანებო, დამოუკიდებლები ხართ ჩვენ სრულადანი ვიძახით რომ დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვით და რატომ საკუთარ თავს, რატომ აძლევ იმის ნებას, რომ იყო დამოკიდებული ვინმე ლიდერზე. ჩვენ ვიყოთ ერთნი, ძმათა ფიცით გაერთიანებული, ბრძოლისთვის შეფიცულები, თავგადადებულები, რისთვის? ერთადერთი ხატისთვის, რომელსაც ქვია სამშობლო. სამშობლოს სახელით იცხოვრეთ სახლში, შვილებიც აღზარდეთ სამშობლოს სახელით. თქვენთვის საკუთრივ თქვენთვის ნუაღდით შვილებს, შვილები აღუზარდეთ სამშობლოს და ის შვილები გამოგადგებიან თქვენ მერე. თქვენ გამოგაჩენენ თქვენ წინ წარწევენ. მე თქვენ სულანი მიყვარხართ. ჩემო გზაბნეულო, ჩემო დაბნეულო და ჩემო შესლომილო ერო. ძალიან მიყვარხართ. ყველას ვურიგდებით ჩვენ აი ამ მოძრაობით. გარდა არსებობს კიდე გარდა იმ ადამიანებისა, რომლებსაც ლომის წვლილი მიუძღვით სამშობლოს ხალათში. 1991-92 წლებიდან მოყოლებული დღემდე. მოღალატებს ჩვენ არასდროს არ შევუდგებით. მათ გამოვიძიებთ და გავასამართლებთ. მოკლედ ჩვენი დღევანდელი ლაივი ბოლოსკენ მიდის მეგობრებო. მე იმედი მინდა მოგცეთ იმისა, რომ ჩვენ ძალიან ლამაზ ნათელ გაზაფხულს მოგიყვანთ 31 მარტის შემდეგ აპრილი დგება და თქვენ ნახავთ თუ რამხელა ენთუზიაზმი ექნება ამ გაერთიანებას და თქვენ იმასაც ნახავთ, რომ მთელი საქართველოს აი უდიდესი ნაწილი ყველა ერთად მოვიყრით სულმალე თავს. ძალიან მალე ყველა ერთად დავდგებით. ძალიან ბევრი დარჩება სახტად, რომ ეს ხალხი როგორ გაერთიანდა ასე სწრაფადო, მაგრამ იცოდეთ, რომ ეროვნული იდეა, სამშობლოს სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ მას ვერავინ ვერაფერს ვერ დაუპირისპირებს. თან უყურებო ფეხადა. გვეცლება, ხელიდან გვეცლება, ძალიან ცოტა. რაღაცნაირად უნდა მოვტაცოთ აი ამ უსკროლიდან ჩვენი ქვეყანა და ისე გავაყენოთ გზაზე. სხვანაირად გზა არა გვაქვს. არ ჩვენ ყველა ერთად დავდგებით და ბატონო ზაქარია, ყველა ერთად დავდგებით და ჩვენ არავის არ ეგონოს ეხლა რომ აი ზოგმა შეიძლება იფიქროს ეხლა ეროვნულია და აი ჩვენ არ დაკავშირები ხართ. ყველას დაგიკავშირდებით 1 მარტიდან უკვე. ყველა აქამდეც ჩვენ არა ჩვენც დაუკავშირდეთ. ჩვენ შეიძლება რა ვქნათ ეხლა ესეა საჭირო რომ ჩვენც უნდა მივიდეთ მათთან და იცოდეთ რომ მე ახლა არა ვარ კონფლიქტური, მაგრამ თუ ვინმე ნაწყენია ყველას ჩამოვართმევ ხელს და ღმერთმა დავიმფაროს რომ სამშობლოზე მაღლა ეს რაც ჩემი პირადი რაღაც დავაყენო, ყველა ჩემი ძმა არის, ყველა ჩემი მეგობარია, ვინც ეროვნულად განწყობილი ასევე ზაქარია იქნება თუ დემური იქნება, ბატონი დემური, გიორხელი, გიგლა თუ ვინც ვართ, ვინც ვიწყებ ხო ამ პირველ იმას ხო?
ყველა ერთმანეთთან უნდა დავდგეთ, ჩვენს თავზე მაღლა დავდგეთ და სამშობლოს სიყვარულისთვის გავერთიეთ. ეს გაერთიანება იმისთვის არ ქეთება, რომ ვინმეს ნიშნი მოუგოთ და ვინმე დავსვათ. არა როგორ გედა. არა გინდსო. ეს გაერთიანება საქართველოს გადარჩენისთვის არის. ვისაც დღეს გჯერათ, რომ საქართველოს ძალიან სულ დღეები უდგას, ყველანი ჩვენთან ხართ. ვისაც თქვენ მიგაჩნიათ, რომ საქართველოსთვის თქვენ არ გინტრიათ, ყველა ჩვენ ვიხართ და ჩვენ ერთნი ვართ. ვიხარეთ და ერთგულებით, მაგრამ საქართველოს ვინც უფრო, მას ეს არ შეერჩება. კარგი შეიძლება კიდევ კი ბატონო. თეკო წერს მინდა ხმამაღლავი გიორგი რომ მოდით ერო ყველამ ერთად მივახურთხოთ ეშმაკსა უფალს უცნუვაცებ უფლისავალ ბილიგზელია რომ გამარჯვება თქვენ ჩვენი სიამაყეები ხართ ბატონებო გმადლობთ რომ არსებობთ მე რამდენიმე ვნახე ვიყურებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აი თუნდაც ზედა შაბაშვილი ქრისტინე აფლებიანი ეხლა მე ვინც ვიცი რომ არიან უცხოეთში ემიგრაციაში ისინი ვიყურებენ აი ძალიან ბევრი საინტერესო კომენტარია ზაკუნია წერს პირველი განათლების სისტემის შეცვლა და რელიგიის სწავლება სკოლებში მეორე სოფლის მეურნეობის რეგულაცია მესამე კორუფცია სახელმწიფოს კონტროლი სამედიცინო საბანკო და სავაჭრო სისტემებში შრომის კოდექსი და რეგულირება და მრავალი სხვა ხათო დემოგრაფიას განათლებას და მთის რეგიონებს უნდა მივხედოთ აუცილებლად დაცლილია მთის სოფლები ნაზი ზურაშვილი ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მამულიშვილის საქმეში ყველა ერთად მრგვალი მაგიდის გარშემო უფალი გვარავნეთ თათია ესენი გვიყურებენ ქრისტინე აფლებიანი ღმერთო სამშობლო მიწოცხლე ყოველდღე ამას ვდუდუნებდა გეფერებათ თქვენ და სიყვარულს გიხსნით ესეც ემიგრაციაშია ქალბატონი ნანა ბერუაშვილი წერს კიდევ ძალიან და აი დიქავენ ისინი მე უბრალოდ მინდოდა აი საქართველოს წერს ასე თქვენ გონიათ ღალატის კანონს არ მოქმედებენ როგორც უცხო ჩვენ უნდა ამოქმედოთ კანონი არ მოქმედებს მიწებთან დაკავშირებით ჩვენ უნდა ამოქმედოთ ღალატის კანონიც არ მოქმედებს ესაა კუიო ანუ ჩვენ ხალხმა ჩვენ არავინ არაფერს არ ამოქმედებს ამას ეს ცოტა შემდეგი საკითხია უკვე როდესაც ეროვნული ხელისუფლება მოვა აი ამ გაერთიანების შედეგად ძალისხმევით აბსოლუტურად დალაგდება ყველაფერი აი განათლება უპირველესია ხალხს დაუბრუნდეს ხელისუფლება მე აი ერთ განათლებაზე ხლა ერთ რაღაცას ვიტყვი ჩვენ როგორ ძალიან რთული ისინი გვაქვს ჩვენ აი თუნდაც მარნეულის ამასწინათ ესეთი შემთხვევა მოხდა ესე იგი მარნეულის მოქნისა რა ქვია მკვიდრი ახალგაზრდა გოგონა მუშაობს ორნაბიტში რომელმაც ფული ვერ დაახურდავა რა კუთხით იცით ვერ გაიგო რას ეუბნეოდა მყიდველი 100 ლარიანის კუპიურის დაშლა უნდა რომ დამიშლით ეუბნება რომ ეს პროდუქტი ვიყიდო შემდეგ გვერდზე უჯდა ვიღაცა ენა არ იცისო და მე მეც დავინტერესი იქ ვიყავი და საიდან არის მეთქი და მარნეულიდანო მარნეულის მკვიდრმა არ იცის ქართული ენა განამარტო მარნეულის მკვიდრია ასეთ ძალიან ბევრი რეგიონები კი და აი ეს უნდა იყოს პრიორიტეტი გარდამალი ასია და თქვენ გახსოვთ რამხელა დაპირისპირება იყო სვანებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის რუსულად ქართულად ვერ საუბრობდნენ რუსულად საუბრობდნენ აი ამაში დამნაშავე არის ეს ხელისუფლებები აი ეს დე ფაქტო ხელისუფლებები გინდა წინა გინდა ეხლანდელი რომ იქ საოკუპაციო კი ბატონო ნუ ფაქტობრივია და რაც შეეხება სკოლებში აი ეს რელიგიის სწავლებას ეს აუცილებლად უნდა იყოს რომ ბავშვი გაიზარდოს ღვთისრწმენით და ჩათვალეთ რომ ის ადამიანი იქნება ყველასთვის მოსიყვარულე და არასოდეს არ ჩაიდეს ის დანაშაულს რაღაც განსაკუთრებული შემთხვევების გარეშე. ამით ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ კრიმინალის გადაწყვეტა შეიძლება ქვეყანაში დიდწილად.
და ძალიან ბევრი საკითხებია ისეთი და უმთავრესი იქნება რა თქმა უნდა თუ კი ეროვნული ხელისუფლება მოვა უნდა შეიქმნას 91 წლის კონსტიტუციის ბაზაზე ლეგიტიმური ახალი კონსტიტუცია, სახალხო კონსტიტუცია, რომელიც დაიცავს საქართველოს მოქალაქეს, გლეხსას და მინისტრად თანაბრად. და ესე აღარ იქნება, რომ რასაც უნდა დაინიშნავენ ხელფას 20.000, 35.000 და მიუგდებენ მასხრად იგდებენ პენსიონერია თუ ის არის 300 ლარს და 400 ლარს და თან უფასოა ყველაფერი. ტონობით საწვავი და მანქანები და ყველაფერი. ბატონო დავით. ზელიმ ხანს, როდესაც ზელიმ ხანი კახეთის ბრძანებელი რო იყო. ზელიმ ხანს ხელფას რო უმატებდა ხოლმე შაჰაბასი. კი ბატონო. ის იმას სიცხვილე წავდა, რესტროფული ახონდა. რა თქმა უნდა არც ამათარებს. რანაირად უნდა გიზდიან ხელფასი ფული თავიანთია, მათი დირექტორის არის, დირექტორი ფულს უგზავს გაინაცვლებს ბიჭებოდა ეხლა რა თქმა უნდა. გაზდით და იმიტომ, აი რომ არ არის ეროვნული ძალა, იმიტომ გაზდით და თუ ჩვენი საოკუპაციო ადმინისტრაცია თუ ჩვენი გაერთიანება იქნება ზაქარია, მე უკვე მოტყდებიან. ესენი არიან ვორონცოვები, ესენი არიან დაშკევიჩები, აი რომ საქართველოს გუბერნიების მფლობელები არიან, მეტი არაფერი არ არიან, უცხო ქვეყნის წომელები. რა თქმა უნდა. ქართული გვარებით ეხლა გრიგოლ ორბელიანი სულნაძე ჩვენი ქართული პოეტი გამიგე, მაგრამ რუსეთის გენერალი იყო გასო და შამილი მან დააპატიმრა და ჩაუყარა იმპერატორს. კი ბატონო. ხო და ასევე ეხლა ვამთავრებ ბატონო ზაქარია და ძალიან დიდი სითბოთი მინდა მოვეფერო ემიგრანტებს ეხლა ვიცი იქიდან აქტიურობენ ხოლმე იტალიიდან, საბერძნეთიდან, ამერიკიდან. ბევრი მეგობრები წყვავს იქ ეხლა განსაკუთრებით ახლო ურთიერთობები მაქვს ბევრთან ერმილე ნემსაძესთან, ჯანი ჯანიაშვილთან, შარვაძია, იქ ბატონი კობაკუბრაშვილია, ბევრი იცნობს ასეთებს. არის ისეთებიც, რომლებიც შეიძლება ბევრმა არ იცოდეთ, მაგრამ ძალიან დიდი მეგობრებია ჩემი და ძალიან წუხვან და აი გპირდებით ხალხო, როდესაც დიდი გაერთიანება შედგება და როდესაც ეს გაერთიანება თავის შედეგს მიაღწევს, აუცილებლად მიაღწევს დიდი გაერთიანება, თქვენ საქართველოში ღირსეულად დაბრუნდებით და აღარ იქნებით აქ საკუთარ სამშობლოში დაჭაგრულები. იმედით იყავით 31 მარტი ეს იქნება ტრიუმფალური იცოდეთ და ყველა დაინახავს ამას, ყველა ქართველი და ძალიან მალე სულ რაღაც შემდეგ 31 მარტის მერე 2-3 თვეში ჩვენ თელ საქართველოს გავაერთიანებთ და ძალიან ლამაზი ადგილიდან მერე თქვენ წარმოგიდგენ თელ საქართველოს ნაღებ და განათლებულ ხალხს. ეს დავასრულოთ ბატონო. გაუმარჯოს დამოუკიდებელ ერთიან გაიხარეთ საქართველოს. ჩვენთან არის ღმერთი იყო შენი მფარველი, ამინ. და თავისუფლება ბატონ ირაკლი ტოკვაძეს. ნელსონ მანდელა ყველაზე ხანგრძლივ პატიმრად ითვლება დღეს პოლიტ პატიმრების სიაში, მაგრამ ნელსონ მანდელამ სულ 25 წელიწადი და 18 დღე დაყო ციხეში და ირაკლი ტოკვაძე უკვე 27 წელია ზის და კიდევ 11 წელია დარჩენილი. ეს არის სოფლიო პოლიტიკურ ისტორიაში არ ნახული შემთხვევა. არ ნახული და ამაზე არც არავინ არ ლაპარაკობს. და ზუსტად აი ამ ადამიანის უფლება დამცველ ევროპულ, მოდერნიზებულ აი იმ ხალხს, რომლებიც და დღეს ევროპაში რომ უნდა შეცვლა როგორ, ყოველს პატიმრებით გინდათ ევროპაში შესვლა, არ გწვენიათ, ერთხელ გაახმაურეთ აი დავითმა თქვა რომ 90 დღე წინ უკარო დადიხართ. ერთი ნორმალური დოცული რამე თავისუფლება ირაკლი ტოკვაძეს ერთხელ ვინმე თქვით, არ გწვენიათ. არ გწვენიათ, თქვენ ლაპარაკობთ საქართველოს გიყვართ. საქართველოს არა ის გიყვართ თქვენ. თქვენ არ ვიცი მე რა გიყვართ. არა იარეთ, თვალშორით მაგითიც საქმეს აკეთებთ, იმიტომ რომ რაღაც დისკომფორტს ვქნით აი ამ საოკუპაციო ადმინისტრაციას. მადლობთ ყურადღებისთვის მეგობრებო, უახლოეს ხანში ისევ შეგეხმიანებით, სხვა სტუმრებთან ერთად კარგად ვდადებოდეთ მომავალ შეხვედრებში. ძალიან ბევრი კომენტარია და ძალიან ბევრი
ძალიან ბევრი ითხოვს ბატონი ირაკლი დოკვაძის თავისუფლება ირაკლი დოკვაძეს. აქციების მოწყობა და აუცილებლად იქნება. 30 წლის ბიჭი შევიდა ციხეში და 76 წელს უნდა გამოვიდეს, არ აქვს ცხენი. აუცილებლად იქნება აქციები. მადლობთ.